მოვიდივე ის რაც დღეს აფხაზეთში ხდება, ეს არის პროვოკაცია ქართველი ერის მიმართ, ქართველი ერის წინააღმდეგ. ეს კურსი მოსკოვისა არ ახალია, ძველია. იგი მიზნად ისახავს საქართველოში ეროვნული პატრიოტული მოძრაობის მართვას. ამ გზით, ამგვარი პროვოკაციების გზით სურთ დაამოხრჩონ, შეაჩერონ ჩვენში ეროვნული მოძრაობა და ყველა მისი გაბედული ინიციატივა განსაკუთრებით დაგლა. ეს არის ეგრეთ წოდებული აფხაზეთის კოზირი მოსკოვის ხელში, კრემლის ხელში, რომელიც სურთ გაითამაშონ ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ მათ ახსოვდეთ, რომ ეს კოზირი ვერ გაჭრის. ვინაიდან ამას დაუპირისპირდება ქართველი ხალხის ერთიანი ძალა, ერთიანი ძალისხმევა. ჩვენ მოქმედებთ პრინციპით, ცნობილი ქართული ანდაზის პრინციპით, სიბრძნე ებრძვის სიბრიყვესა უთობოდ და უზარმაზნოდ. ჩვენ ვიწყებთ მეცნიერული გზით, სამართლებრივი გზით ჩვენი სიმართლის დამტკიცების მცდელობას. და თუ ეს გზა არ გაჭრის, ჩვენ გადავალთ ისეთ მეთოდებზე, რომელიც უთუოდ მოიტანენ პრაქტიკულ შედეგს. თუ მოსკოვი ყოველი რამაც არიღებს ყურას, ჩვენ გამოვაცხადებთ მთელ საქართველოში საყოველთაო ეროვნულ დაუმორჩილებლობას და გაფიცვეს. მაშინ დაინახავს მოსკოვი, როგორ შეიძლება თამაში ქართველებთან, როგორ შეიძლება მისი მოწმინების გამოცდა. და მაშინ ნოემბრის დღეების თბილისში მონაგონი იქნება. ის მთელ